400-მდე თანამშრომელმა დღეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დატოვა და პროტესტის გამოსახატავად შენობის გარეთ დადგა. ქარხანაში წარმოების პროცესი შეჩერდა. პროტესტს გამოხატავენ თანამშრომლები შპს რუსთავის ფოლადის წამყვან საამქროში, რომელიც ასხამს ლითონს სხვადასხვა პროდუქციის დასამზადებლად. ისინი პირობების შესრულებას ითხოვენ, რომლებიც 8 თვის წინ მიიღეს. ეს ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. Აბაროდებს იმას რა ლაპარაკი იყო 8 თვის უკან. და ეს ლაპარაკი უბრალოდ არ შესრულდა რა. ვითხოვით მაშინ 400 ლარს, ვითხოვით მე-13 ხელფასს. ნუ ახლა ვიტყვი იმას, რომ იქ ეწერა კიდევ სასადილოში საჭმელი რომ უკეთესი ყოფილიყო. ზეპირი დაპირება ქარხნის თანამშრომლებმა ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას მიიღეს. ამის შემდეგ თანამშრომლების ნაწილი საერთოდ გაათავისუფლეს და მოთხოვნებს მათი აღდგენაც დაემატა. დასაქმებულებმა მენეჯერს ერთთვიანი ვადა მისცეს. პირობების შეუსრულებლობის შემდეგ ერთი კვირა კიდევ დაუმატეს. თუმცა მოთხოვნების შესრულებაზე კვლავ უარი მიიღეს. ამიტომ თანამშრომლებმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტეს. მათთან შეხვედრაზე ახლა ხელმძღვანელობა უარს ამბობს. კომუნიკაცია მხოლოდ დაცვის სამსახურის უფროსთან ჰქონდათ, რომელიც დასაქმებულების თქმით აქციის ორგანიზატორების ვინაობის დასახელებას ითხოვდა და მათ რეპრესიებით ემუქრებოდა. იკითხეს ორგანიზატორი თუ ახლავს ამას, ორგანიზატორთან დაკავშირებით შემდგომ იქნება სამსახურიდან გათავისუფლებული რაღაც დამუქრებები მოხდება სასამართლოში ჩივლი წარმოების ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. პასუხი იყო, რომ ორგანიზატორი არის ხალხი, აქ არ არის ერთ-ერთი კონკრეტული ადამიანებზე არ არის საუბარი, აქ არის მთლიანად დასაქმებულებზე. მეტალურგიულის თანამშრომლების საქმეს იურიდიულად განიხილავს პროფკავშირების გაერთიანება. დასაქმებულების მოთხოვნების შესრულებასთან ერთად პროფკავშირების წარმომადგენელი გამართული კომუნიკაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვის აუცილებლობაზე ლაპარაკობს. საამქროს ხელმძღვანელობისადმი ჰქონდათ ეს პრობლემები გადაცემული მათთვის, განხილული იქნა, მაგრამ პასუხი არ იყო დაბრუნებული ალბათ შესაბამისი და იმიტომ გამოიწვია ეს პროტესტი. ხელფასების მატება, რომელიც აქვთ მათ წამოყენებული, მეორე ის რომ შტატების აღდგენა, რომელიც შემცირებული არის, ისევ აღდგეს ის შტატის რაოდენობა, რაც მანამდე იყო. მესამე საკითხი არის ის, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით არის რაღაც დეტალები, რომლებიც უნდა გავიაროთ და ნაწილობრივ გავივლით ამ თემას მე სამ საკითხებს და დავამუშავებთ ამ საკითხებს და რა თქმა უნდა გარემო სამუშაო გარემო. მოთხოვნების კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში მეტალურგიულის თანამშრომლები პროტესტის ნაცვლად გაფიცვის რეჟიმში გადასვლას გეგმავენ. რუსთავის ფოლადი პროპაგანდისტული ტელეარხის იმედის მმართველის ირაკლი რუხაძის კომპანიის საკუთრება. მისი დირექტორის პოზიცია დაახლოებით 1 წლის წინ რუსეთის მოქალაქე იგორ კორიტკომ დაიკავა. ის მანამდე რუსეთის უდიდესი სანქცირებული მეტალურგიული ქარხნის TMK-ს მმართველი იყო. TMK-ს ყოფილი ფინანსური ვიცე-პრეზიდენტი ანდრეი პარხომჩუკი კი ახლა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილეა. TMK შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ პუტინის მეგობარ რუს ოლიგარქ დიმიტრი პუმპიანსკის ეკუთვნის.